მოგესალმებით, მე ვარ აკაკი, ლოგიკური პერსპექტივიდან და დღეს ვილაპარაკებთ იმაზე, რომ აღმოაჩინეს ღმერთიშვილის იაუშუას ასაბუთრებელი როგორც იესოს სისხლი. ესე იგი, რა მოხდა და დაახლოებით 2000 წლის წინ ღმერთიშვილი მოევლინა ამ სამყაროს იმ მისიით, რომ არ ჩაიდნა ცოდვას, მაგრამ ეწამებოდა და მოკვდებოდა ჩვენი ცოდვებისთვის. და იმ დღეს, როცა იგი მოკლეს, მას ჭრილობა გაუკეთეს და მის სიკვდილის მერე იყო მიწისძვრა. მიწა გაიხსნა და ეს სისხლი ჩაიქცა ქვემოთ და დაექცა ქვემოთ ახმის კიდობანზე, რომელიც მან იყო დატოვებული წლების წინ. და ამით ახალი აღთქმა მოვიდა, ძველი აღთქმიდან მოსეს დროიდან გადავედით ახალ აღთქმაზე, გადავედით ძველი აღთქმიდან ახალ აღთქმაზე და ეს აღთქმის კიდობანზე, რომ ღმერთიშვილის იაუშუას სისხლი დაიღვარა, მისი სისხლი დაიღვარა, გაკეთდა ახალი აღთქმა, რომ ვინც ეზიარება პურს და ღვინოს იაუშუას სახელით, ეზიარება ღმერთიშვილის ხორცს და სისხლს და შეიძლება რომ პატიება მიიღოს თავის ცოდვების გამო და ამ სამყაროში უფრო კარგი ცხოვრება გქონდეს და შემდეგ ცხოვრებაში უფრო, შემდეგი ცხოვრება გქონდეს მარადიულად. და ძალიან საინტერესო რაღაცა აღმოაჩინეს ამ სისხლზე. ის აღმოაჩინეს, რომ როგორც იცით, და ვინ გააკეთა ეს აღმოჩენა. ერთი კაცი არის, ქვია რონ ვაიეტი, ღმერთმსახური კაცი არის და მას აქვს გაკეთებული ბევრი აღმოჩენა. აღმოაჩინა ის ძველ აღთქმაში, რომ ფარაონი გაეკიდა ღმერთის ხალხს და ზღვარო შუაზე გაიყო და მერე მაგ ზღვამ რო ჩაყლაპა ფარაონის არმია, ეგ აღმოაჩინა და ეგ დაამტკიცა. ისე დაამტკიცა, რომ ზუსტად იმ ადგილზე, რომელზედაც ილაპარაკა ბიბლიამ, ზუსტად მაგ ადგილზე აღმოაჩინეს ზღვის ქვემოთ ფარაონის ჯარის ხალხი, ფარაონის ბორბლები, ანუ ფარაონის ჯარისკაცების ბორბლები, რომელიც ჰქონდათ. და ამით დაამტკიცა, რომ ბიბლიაში რაც წერია, მართლა ისტორიული ფაქტები არის. კიდე აღმოაჩინა ნოეს კიდობანი, აღმოაჩინა სოდომი და გამორას განადგურებული ქალაქი. მაგრამ მთავარი აღმოჩენა, რაც გააკეთა ამ კაცმა, რონ ვაიატმა, არის აღმოაჩინა აღთქმის კიდობანზე ღმერთიშვილის სისხლი, რომელიც დაიღვარა 2000 წლის წინ. და როგორც ესე იგი, დიდად ექსპერტი არ ვარ ადამიანის სისხლზე, მაგრამ ესე მოვიძია ინფორმაცია და დასკვნა არის ესეთი, რომ როცა რამე სისხლი არის, როცა არის გაშრობილი უკვე დაღრულია სისხლი, ეგ სისხლი არის მკვდარი უკვე, გამშალი სისხლია მკვდარი არის და მას ქრომოსომებს ვერ გაუზომავ. ანუ როცა უკვე სისხლი დაიღრება და გაშრება, უკვე იწვება მკვდარ სისხლად და ქრომოსომების რაოდენობას ვერ გაზომავ. მაგრამ ეს სისხლი, რომელიც ღმერთიშვილის, ეს სისხლი აიღო რონ ვაიეტმა, აღმოაჩინა ღმერთის დახმარებით აღთქმის კიდობანი და აღმოაჩინა ეს სისხლი, რომელიც დაღრული იყო მასზე, ღმერთიშვილის სისხლი და ეს სისხლი მიიტანა ანალიზზე ისე, რომ მაგ ხალხს არ უთხრა თუ ის სისხლი იყო, არ უთხრა რომ ღმერთიშვილის სისხლი იყო. უბრალოდ მივიდა მეცნიერებთან და ვინც აკეთებს სისხლის ანალიზს და უთხრა რომ აი ეს ჩვეულებრივი სისხლი არის, ანალიზი გაუკეთეო. ნუ თქვენს რომ რა აზრი აქვს უკვე გამშალი სისხლიაო, ის არის ეს არისო, მაგრამ კაცმა უთხრა რომ კაცო უთხოვთო რა და კარგიო დათანხმდნენ. და აღმოჩნდა რომ ეს სოფლიოში ერთადერთი სისხლი არის, რომელზედაც ანალიზი გაკეთება შეიძლება და დაადგინეს ამ სისხლის ქრომოსომის რაოდენობა. ანუ თუ უკვე სისხლი მშრალი არის, უკვე ითვლება მკვდარ სისხლად და ქრომოსომების რაოდენობას ვერ გაზომავ. მაგრამ ამ სისხლზე, ღმერთიშვილის სისხლზე აღმოაჩინეს, რომ მართლაც ქრომოსომების რაოდენობა რადგანაც გამოჩნდა. და როგორც იცით, 23 ქრომოსომა მიდის დედისგან, 23 ქრომოსომა კაცის მამისგან. ჯამში არის 46 ქრომოსომა. მაგრამ აბა თუ გამოიცნობთ, ამ სისხლს რამდენი ქრომოსომა ქონდა? ქონდა მარტო 24. 23 დედისგან და
ერთი ქრომოსომა, რამაც გახდა კაცი. ანუ ერთი Y-ის ქრომოსომა. და ისინი შოქში იყვნენ, ის მეცნიერები ის გამოიკულიეს შოქში იყვნენ. ერო ეს ანუ გამშალი სისხლის მკვდარი არის და ვერ გაძდომა ქრომოსომის რაოდენობას, მაგრამ ამ სისხლზე, ღმერთის შვილის სისხლზე გამოვიდა გაზომეს. და აღმოჩნდა რომ მართლა ქრომოსომა ქონდა, მაგრამ 24 ქონდა, 46 მაგივრად. 46-ის მაგივრად ქონდა 24. 23 დრისგან და ერთი კიდე დაუდგენელი წყაროსგან. იმიტომ ისტორია ის არის რომ ღმერთის შვილი ჩაისახა დედაში მარიამში ჩაისახა სასწაულებრივად. ანუ სექსის მეშვეობით კი არ ჩაისახა სასწაულებრივად, უბრალოდ ღმერთმა სასწაულებრივად თავის შვილი ჩაუსახა მირიამს. და ანუ სასწაულებრივად ჩაისახა და ამ გამოკვლევით დამტკიცდა რომ მართლა ეს ღმერთის შვილის სისხლი არის, მართლა ჩვენთვის დაღვარა, იმიტომ რომ ეს სისხლი შედგება მარტო 44 ქრომოსომისგან. და ეს სისხლი კიდე დღემდე ცოცხალი არის. ანუ ეგეთი რამე არ არსებობს, რომ ადამიანმა დაღვაროს სისხლი და ამდენი 2000 წელი ეს ცოცხალი იყოს, ან ამდენი ხანი ცოცხალი იყოს. ანუ ერთ-ერთი სისხლი არის თავსოფლიოში, ვინც ეს დაიღვარა, გაშრა და მაინც ცოცხალი არის. და თან მარტო 24 ქრომოსომა აქვს. და ამით დაამტკიცა რონ ვაიტმა თავის ბევრ აღმოჩენებთან ერთად დაამტკიცდა, რომ ღმერთის შვილმა მართლა დაღვარა თავის სისხლი ჩვენი ცოდებისთვის. ამიტომ ვისაც გინდათ რომ ღმერთს დაუახლოვდეთ და ვისაც გინდათ რომ ამ სისხლით და ხორცით ღმერთის შვილის სისხლით და ხორცით რომელიც მას დაღვარა ჩვენთვის, ვისაც გინდათ პატრიავა და ვისაც გინდათ მარადიული სიცოცხლე, ანუ ვისაც გინდათ სამონთხეში მოხვდეთ, საჭიროა რომ აიღოთ პური და ღვინო და ღმერთის წმინთან მიხვიდეთ და უთხრათ რომ აი ღმერთო, ეს ღვინო იყოს შენი შვილის სისხლი, ეს პური იყოს შენი შვილის ხორცი და მწამსრო და გთხოვ ღმერთმა პატიო იეჰუშუას სახელით. თუ ამას იზამ და თუ გულით მოინანიებს სოდავს ღმერთი გაპატიებს და შეგეძლია რომ სამონთხეში მოხვდე. და ღმერთთან უფრო დაახლოვდე. და ღმერთთან რომ დაახლოვდებია, თუ ღმერთი შეგავსდა სული წმინდით და დაიწყება ღმერთის ხმის აგონებას, სული წმინდით დაიწყებს შენ ლაპარაკს. არ უცებ ბიბლიას კითხულობ თუ დაიწყებს შენ ლაპარაკს, ან თუ ენებზე დაიწყებ ლოცვას და მიხვდები რომ ეს ღმერთმა სამისუნ არის, ან სხვადასხვა ენებზე შენთვის გაუგებარ ენებზე დაიწყებ ლოცვას და ვერ ხვდები საიდან მოდის, ან თუ დაიწყებ ღმერთის ნების გაკეთებას, ღმერთი ამ ცხოვრებაშიც და მარადვილოდაც დაგაჯილდოვებს. რაც უფრო დავახლოვდები ღმერთს, რაც უფრო გააკეთებ მის ნებას, მით უფრო ამ ცხოვრებაშიც იკურთხები და შენობის ცხოვრებაშიც იკურთხები. იმედია გესიამოვნებათ ამის ყურება. მადლობა ყურებისთვისაც, ახავთ შემდეგ ლექციაში. ნახვამდის.